ტირელას ეროვნული პარკი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯე ხოკრიშვილმა დაათვალიერა. ტირელას ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი, ტურისტული თავშესაფარი, საკემპინგ საკარვე ადგილები და ზიპლაინი მოეწყო. მინისტრის ინფორმაციით კავკასიის ბუნების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება რამდენიმე პროექტი, რომელშიც ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა. კერძოდ ადგილობრივები ტირელას ეროვნულ პარკში მისულ ტურისტებს კუთხისათვის დამახასიათებელ პროდუქციას მიაწვდიან. დაგეგმილია ასევე მცირე გრანტების პროგრამის ხელშეწყობით საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარებაც. ინფორმაცია სამინისტროს პრეს-ცენტრი ავრცელებს. კავკასიის ბუნების დაცვის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება რამდენიმე მცირე პროექტი, რომელიც ძირითადად მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის უფრო მეტ ჩართულობაზე, სადაც ისინი უკვე აქ მოსულ ტურისტებს მიაწოდებენ ადგილობრივ პროდუქციას. დაგეგმილი არის ასევე მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომ მათ ხელი შეეწყოთ საოჯახო სასტუმროების განვითარებისთვის.